არის არა მხოლოდ კანონმდებლის, არამედ მოქმედი ხელისუფლების მიზანი და რა ინტერესიდან ამოდის. ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში ის გვესაუბრება იმ პათოსით, რომ დაზარალებულის ინტერესები ამოძრავებს, მაშინ როდესაც 300-მდე ნაწამები არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ახალგაზრდა ყავს სახეზე, ჩვენ მათ ხვდებოდით იზოლატორებში, სასამართლოებში, ქუჩებში, ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს გაუგონარი ბრუტალური ძალადობა და სახელმწიფოს ამ დაზარალებულების მიმართ არათუ პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია, არამედ ეს დაზარალებულები თვითონ დასაჯა და დასაჯა როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის წესით. მაგალითად, ერთ-ერთი არის დავით ხომერიკი. ჩვენ 50-ზე მეტ საქმეს მივყვებით ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში აქციაზე დაზარალებული მსხვერპლი პირების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის ის, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილი ქმედებები ინტენსივობით, მეთოდებით, სისასტიკით უტოლდება წამებას, არასათანადო მოპყრობას. რას ნიშნავს ეს მარტივად რომ ვთქვათ? ეს ნიშნავს იმას, რომ იმ მოძალადე ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ჰქონდა ერთგვაროვანი ხელწერა, რაც გამოიხატებოდა შემდეგში. ძალადობის გამოყენებით ხდებოდა ამ პირების ძირს დაგდება, შემდგომ წრეში მოქცევა და ჯგუფურად ხელებისა და ფეხების რტყმა, შემდგომ ასევე ძალადობით კორდონებში გატარება, სადაც ასევე ჯგუფურად ძალადობდნენ მათზე და უკვე ასევე ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირების სასტიკი ძალადობა გრძელდებოდა სპეციალურად მობილიზებულ სამარშრუტო ავტომობილებში. ჩვენ ხედავდით და ვნახეთ პირდაპირ ეთერებიდან ზუსტადაც რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ რუპორით გირენება, ამ ადამიანების დამცირება, ღირსების საყრა და სწორედ აი ამ მიკროავტობუსებში ადამიანებს ემუქრებოდნენ იმით, რომ გააუპატიურებდნენ და მისი ოჯახის წევრებს დააკავებდნენ. შემდგომი ეტაპი იყო ის, რომ უკვე პოლიციის განყოფილებაში, ამ შემთხვევაში გულისხმობ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს იქ გრძელდებოდა მათზე ძალადობა და მუქარა